უახლოვდებით თუ არა საშიშ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლოა მიიღონ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა, როგორც ვიცით, ამ გადაწყვეტილების მიღება არ მოითხოვს ერთსულოვნებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. თქვენ ელოდებით თუ არა, რომ შესაძლოა ეს ისტორიული მონოპოვარი საქართველოს დაკარგოს? ძალზე სამწუხარო იქნება, პირდაპირ ვეთქვი, 27 ქვეყნიდან 15 ქვეყნის თანხმობა სჭირდება ამას და ვგონებ რომ ეს 15 ქვეყანა ამ შემთხვევაში არსებობს. პრობლემა ის არის, რომ რეალურად ჩვენ ვარღვევთ ასოცირების ხელშეკრულებას, რომლითაც ჩვენ მივიღეთ თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, არაფერი გასაკვირი არ იქნება, რომ ევროკავშირმა ეს შეაჩეროს. ჩვენ ამაზე საუბარი უკვე 2 წელია თითქმის მინდარობს, განსაკუთრებით შარშან გააქტიურდა და პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი დამსახურებაცაა, რომ მაშინ ამ შემთხვევაში მოხერხდა ამ შეტევის მოგერიება, მაგრამ ახლა უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ დღევანდელი კანონმდებლობის პირობებში, იმ პირობებში, რასაც რანაბიჯებსაც დგამს უბრალოდ ჩვენი რუსული რეჟიმი, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ჩვენი მხრიდან ყოველ შემთხვევაში არანაირი ბერკეტი არ არსებობს. კი ბატონო, და თქვენი აზრით ეს მაინც გამოიწვევს თუ არა სკეპტიკურ განწყობებს ევროკავშირის მიმართ ქართველი მოქალაქეების მხრიდან ეს იქნება თუ არა თქვათ დაბრკოლება ამ პროცესში, ამაზეც ბუნებრივია ისმის განცხადებები. როგორ გითხრათ ახლა, კარგი რომ არ არის ფაქტია, მაგრამ ამ შემთხვევაში მოსახლეობის განწყობა ალბათ გაარკვევს მოსახლეობა ვინ არის დამნაშავე ამ შემთხვევაში, რომ ევროკავშირი კი არ არის დამნაშავე, არამედ დამნაშავე არის ის, ვინც ევროკავშირის წესებს არღვევს, ანუ ქართული ოცნება. და რომ ეს არის რეალურად ქართული ოცნების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი და ახლა არჩევნების ტოტალური გაყალბების და იმ რეპრესიების ფონზე, რომელიც დღეს ხდება საქართველოში, ეჭვი მაქვს, რომ უმრავლესობა მიზეზ შედეგობრივ კავშირს ამჯერად დაადგენს. მით უმეტეს, რომ ძალიან დიდ რაოდენობას მოსახლეობის ეს მართლაც პირადად შეეხება. უამრავი ადამიანი, მათ შორის რეგიონებში, ყოველ 3 თვეში ერთხელ მიდის საზღვარგარეთ, მიდის ევროკავშირის ქვეყნებში, მუშაობს 3 თვის განმავლობაში, არ უშლის მას ხელს ამ შემთხვევაში, რადგანაც უვიზო რეჟიმია, მას არ სჭირდება არავითარი საფუძვლების წარდგენა და სამუშაო ვიზის აღება და შემდეგ ბრუნდება საქართველოში და შემდეგ 3 თვის შემდეგ ისევ იგივე პროცესს იმეორებს. აი ეს შემოსავალი მოაკლდებათ, რადგანაც შეუძლებელია, რომ 3 თვიანი სამუშაო ვიზები მიიღონ ბატონ თემურ, თქვენ ახსენეთ რეპრესიები და ამ კოდექსში ვილაპარაკოთ ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებაზე, როგორც ვიცით, თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც იყო დაბარებული სასამართლოში, ის არ აპირებს მისვლას. არა, ის არ აპირებს მისვლას და ჩვენი კოალიციის 2 ლიდერი უკვე პატიმრობაშია, მესამეს სავარაუდოდ ხვალ დააპატიმრებენ და შესაბამისად აქედან გამომდინარე, ახლა ელენე ხოშტარიას ადმინისტრაციული წესით, ისიც იყო პატიმრობაში სხვა შორის ადმინისტრაციული წესით. უბრალოდ უკვე იქამდე მივედით, რომ ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებას არ თვლით რამე განსაკუთრებულ მოვლენად, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარია ქვეყანაში, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეებით ასამართლებენ აბსოლუტურად გამოგონილი ქართულ ოცნებას ბატონ თემურ, აი ამ ვითარების გამწვავება რა. დაშინების პოლიტიკა რეალურად ეს არის, მათ ჩათვალეს, რომ ესე იგი მუშაობს, ესე იგი მოსახლეობაზე დაშინება ჯარიმების სახით და იმდენი ხალხი არ გამოდის რუსთაველზე. ახლა ჩათვალეს, რომ ამით ისინი მოუჭერენ ხელს და ცენზურას დაამკვიდრებენ, ოღონდ ერთ რამეს არ ითვალისწინებენ, რომ ადამიანს ბოლის გამოშვების საშუალება Facebook-შიც თუ არ ექნა, ეს გაცილებით უარესი იქნება საბოლოო ჯამში. რაც უფრო მეც მოუჭერ ამ სიტუაციას, ამ შემთხვევაში ქანჯს მით უარესია გასკდება ადრე თუ გვიან ეს ჭურჭელი. და რაც უფრო მაგრად მოუჭერ, მით უფრო ადრე გასკდება. თქვენ ახსენეთ თქვენი კოალიციის ლიდერები, დიდი ალბათობით ხვალ ხელბურკილებს სასამართლოს დარბაზში დაადებენ ნიკა გვარამიას. სასამართლოს დარბაზში ვერ დაადებენ, იმიტომ რომ იქ არ აპირებს მისვლას. არ აპირებს მისვლას. დიდი ალბათობით თუმცა შესაძლოა ნიკა მელიას სცენარი განმეორდეს და ის სადმე დააპატიმრონ აიყონონ. არ ვიცი მართალი გითხრათ, როგორც ვიცი, თვითონ აპირებს მისვლას საჯელახსრულების დაწესებულებაში წინასწარ და შესაბამისად, როგორც კი გამოცხადდება გადაწყვეტილება, არ დასჭირდებათ მსგავსი მეთოდების გამოყენება. იცით რა მაინტერესებს? ის რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით გატაცება რომ მოაწყვეს, ასეთ რამ. კი ბატონო. აი
ქართული ოცნება აპირებს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას 4 ოქტომბერს. ჩვენ ამ ეტაპზე ხედავ დისკუსია არის გახსნილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მაგალითად ლელო რაღაცნაირად უკვე ცხადია მათი პოზიცია, რომ ემხრობიან ძირითადად მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას. თქვენი კოალიციის ცალსახა პოზიცია არის არა. თქვენ ამ პოზიციაში შესაძლოა შეიტანოთ, თქვათ, არანაირად. არ ექვემდებარება გადახედვა. ეს არ ექვემდებარება, ეს განხილულია ეგ საკითხი, განხილულია არა მარტო ლიდერების დონეზე, არამედ მთლიანად ბირთვის დონეზე და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება ცვლილებას. საუბარი არის იმაზე, რომ წინააღმდეგობის პლატფორმაში შეიძლება ჩვენ დავბრუნდეთ იმ შემთხვევაში, თუ ლელო შეუერთდება ბოიკოტს. ეს მათ წინასწარ უნდა განაცხადონ, ასე რომ ამ შემთხვევაში აქ საუბარი უბრალოდ ბოიკოტსაც არ დავარქმევ, ეს არ არის არჩევნები რეალურად და შესაბამისად ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს ითქვა. თუმცა ლელო ამბობს, რომ ეს ბრძოლის ველი მათ უნდა გამოიყენონ და მნიშვნელოვანია მაგალითად თბილისი დაათმობინონ ქართულ ოცნებას და სხვა დიდი ქალაქები, სადაც პროდესოლურმა პარტიებმა კარგი შედეგი აჩვენეს. ლელოს პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ახლა ამ საკითხის განხილვა არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ თუ დააკვირდებოდით, ყველა ეთერში ისინი პოზიციონირებდნენ თავიანთი საარჩევნო ნომრით. მუდმივად მათ ეკეთათ ცხრიანი, შესაბამისად იმ დროსაც, როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ რასაკვირველი არავითარ არჩევნებზე ჩვენ ახლა ეს ოცნების შემოგდებული თემა, ამ დროს მათ ეკეთათ ცხრიანი, ასე რომ გარკვეულწილად მათ როგორც ჩანს გადაწყვეტილი ჰქონდათ თავიდანვე ამ არჩევნებში გასაგებია. რა არის ალტერნატივა, რას თავაზობთ თქვენ საზოგადოებას, მათ შორის თქვენს ამომრჩეველს, როგორი იქნება თქვენი გეგმა, თუ კი არ შეხვალთ ამ პროცესში, როგორ აპირებთ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას? ალტერნატივა არის ის, რაც აპრობირებულია მათ შორის ამ ქვეყანაში გამოყენებულა და რასაც სხვა შორის შედეგი გაცლებთ მე ჯერ მოუტანია პირდაპირ ვეტყვი. დიახ. საქართველოში იყო შემთხვევა ასეთი, როდესაც პირდაპირ დააყენა ზვიად გამსახურდია 1990 წელს მარტში უნდა ჩატარებულიყო მაშინ არჩევნები, პირდაპირ დააყენა საკითხი, რომ ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ და ნებისმიერი ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის უბრალოდ საქართველოს მტერი იქნება. ბოლო მომენტში არჩევნები გაუქმდა, შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობა, გახდა მრავალპარტიული არჩევნები, ნება მიეცა ეროვნული მოძრაობის წევრ პარტიებს მონაწილეობის მიღება ოქტომბრის არჩევნებში და ეს ოქტომბრის არჩევნები დამთავრდა კომუნისტების კრახით. რაც რასაკვირველია 90 წლის მარტში რო ჩატარებულიყო, ვერ მოხდებოდა უბრალოდ იმ დროინდელი. მიზანი არის ზუსტად ეს, რომ კანონმდებლობის ცვლილება, ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამ სიტუაციაში აბსოლუტურად აბსურდულია უბრალოდ ადგილობრივ თვითმმართველობაზე არჩევნებზე გასვლა და პლუს ამას გვაქვს სხვა მაგალითები. ასეთ რეჟიმებს სწორედ ასე ებრძვიან. დიახ. შეგვიძლია მრავალი მაგალითს მოყვანა, დავიწყოთ პოლონეთით, სადაც ასევე ბოიკოტირება ხდებოდა არჩევნების და საბოლოო ჯამში შეაცვლევინეს წესები, მიიღეს მონაწილეობა, იქთან ნაწილობრივ მიიღეს ცვლილებები, ანუ სეიმში 2/3 ავტომატურად კომპარტიას ჰქონდა. მაგრამ სენატში ჩაატარეს ჩვეულებრივი არჩევნები და 100-დან 99 ადგილი აიღო ოპოზიციამ. გედერეს მომენტი 1989 წელია იდეალურად უდგება ამ სიტუაციას. გაზაფხულზე არის თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები. ბოიკოტი გამოუცხადეს, არ მივიდნენ. რა არჩევნები იქ არის, ერთპარტიული არჩევნებია, ხო გვახსოვს კომუნისტების, მაგრამ თავარი იყო იმის ჩვენება, რომ მოსახლეობა არ მივიდა არჩევნებს და როდესაც ეს მონაცემი გააყალბა ხელისუფლებამ იმას აყვა ის ტალღა, რომელმაც შემდგომ ბერლინის კედლის დაცემა გამოიწვია, თავიდან მცირე მიტინგებით იყო და ბოლოს 9 მილიონზე ავიდა ეს მიტინგი. რა კი არ შედიხარ თქვენ ამ თვითმმართველობის არჩევნებში და ფიქრობთ, რომ ამაზე საუბარიც კი არის ზედმეტი. ბუნებრივად თქვენ გჭირდებათ ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა, ხო? ჩვენ ვნახეთ ელჩად ინიშნება თამარ ტალიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო საკრებულოს წევრი, მათ შორის დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში. ამას ქართული ოცნება ფუთავს ისე, რომ აი თითქოს ლაგდება ურთიერთობები, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ეს არის თუ არა ხასთან ფორმალური ჩვეულებრივი პროცესი ორ ქვეყანას შორის. ხო, იმის გათვალისწინებთ, რომ არც ამერიკის შეერთებულ შტატებს ხავს ახლა ელჩი საქართველოში და მასაც ავტომატურად სჭირდება
ხდება აგრემანი, მე ამას მაინც დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მგონია რომ უბრალოდ აგრემანში იცვლება. დრო გვიჩვენებს რამდენად ვარ სწორი ამ შემთხვევაში და რამდენად არის ეს სწორი შეფასება, მაგრამ მგონია რომ ელემენტარულად ვერ განმეორდება ის სიტუაცია, რაც ბრიჯიტ ბრინგთან მიმართებაში იყო თავის დროზე, როდესაც ქართულმა ოცნებამ არ მისცა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის აგრემანი. და 2 წელიწადნახევარი შედეგად ელჩი არ ყავდა ქვეყანაში. ასე რომ მე მგონია რომ უბრალოდ ეს არ არის შემთხვევით რომ ერთ-ერთი პერიოდში ხდება. და ქართული ოცნებისთვის თუ შეიცვლება რამე ახლა ის რა შეიძლება ებღაუჭებოდეს მათ შორის შტატებიდან. არ ვიცი მართალი გითხრათ ქართული ოცნება რას ცდილობს ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ რომ ძალიან გართულებულია ვითარება მთლიანად სოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ირანთან მიმართებაში. ჩვენ ვიცით რომ ქართული ოცნების კავშირები ირანთან იმდენად მჭიდრო იყო რომ აქედან გამომდინარე ირაკლი კობახიძე ისეთ შეხვედრებზე არის იქ დანასწრები რომ ამერიკის შეერთებული შტატების კეთილგანწყობა აქ ნამდვილად ვერ იქნება. ნახოთ გადავხედოთ ახლა სიტუაციას როგორ იქნება, არ მგონია რომ ქართულ ოცნებას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ამ შემთხვევაში დაალაგების შანსები არც ისე მაღალია. ვიტყოდი რომ ბატონო, აი საგარეო ვექტორს რომ შევხედოთ, ახლა სად ლავირებს ქართული ოცნება, ჩვენ ვხედავთ თავს ესხმიან მაგალითად სენატორებს, კონგრესმენებს, deep state-ის ნაწილად კი გამოაცხადეს რუბიო, თქვათ ლანძღვის, თქვათ ესეთი სტადია უკვე წამოვიდა ახალი ადმინისტრაციის წინააღმდეგ და ასევე ევროკავშირის ლიდერების მხრიდან მიმართაც ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მკვეთრი და ხისტი პოზიცია. ამავე დროს რაღაცნაირად ჩინეთთან დაკავშირებით მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, საქებარის სიტყვები. რეალურად აი ეს რა ტიპის საგარეო ვექტორია, ეს არის თუ არა ლავირება მათ შორის და რა შეიძლება ამას დავარქვათ? მოკლედ ჩინეთს რაც უფრო მეც აქებს ირაკლი კობახიძე, მით ნაკლებია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მოწესრიგების შანსი. რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც ჩადის ირაკლი კობახიძე, ეს არის ვიქტორ ორბანი და მგონი ამ ნახევარი წლის განმავლობაში ყველა რეკორდია მოხსნილი კობახიძესა და ორბანს შორის შეხვედრების და ამ დროს ორბანს ძალიან ცუდად აქვს საქმე ქვეყანაში. ორბანის პოზიციები ბოლო ხანებში მკვეთრად შეიცვალა უკრაინის მიმართ. რუსეთს სუსტი სახელმწიფო უწოდა და შესაბამისად აქ რაღაც ცვლილებები ხდება აშკარად განსაკუთრებით მას შემდეგ რაც უკრაინელებმა მოაწყვეს თავიანთი ოპერაცია ობობის ქსელი. ასე რომ აქედან გამომდინარე მე მგონი ძალიან არასწორ ფსონს დებს ამ შემთხვევაში ქართული ოცნება, მაგრამ ისიც უნდა უვექტორო მთავრობა ასე შეიძლება შეფასდეს. მთავარი ვექტორი ამათთვის რუსეთია რეალურად და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ხედავთ რომ რუსეთის ინტერესებში რაც შედის იმას ატარებენ, იმიტომ რომ საქართველოსთვის ჩამოცილება მოკავშირეების დასავლური მოკავშირეების ევროკავშირის ამერიკის შეერთებული შტატების ეს არის მხოლოდ რუსეთის ინტერესებში. იმიტომ რომ ეს არის ის რაც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას პრაქტიკულად არღვევს, იურიდიულადაც არაღიარების პოლიტიკას აზიანებს, ყველაფერს ანადგურებს რეალურად. რადგანაც სწორედ ნახეთ გაეროში რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს იმ ქვეყნება, რომელთანაც კარგ ურთიერთობებს, მათ შორის ეკონომიკურად თანამშრომლობს. არც ერთხელ არ დაუჭერია ჩინეთს მხარი ამ შემთხვევაში ჩვენთვის და სად არის ასე ვთქვათ, რატომ მეტი აქტიურობა რო გამოიჩინა ქართულ ოცნებას ამ დროისთვის უკვე სერიას აღიარებაც წაღებული ექნებოდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, თუმცა ალბათ ეგ ისედაც მომავლის საქმეა ყველა ვარიანტში, ამათ რომც არ გააკეთონ ისედაც შეიძლება მოხდეს. უბრალოდ ეს საუბარი იმაზეა რომ ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ ამისთვის ზუსტად და ოპოზიციურმა პარტიებმა, პროდასალურმა პარტიებმა მივწერეთ კიდევაც შესაბამისი წერილი სირიის ახალ ხელისუფლებას და აქედან რაც წამოვიდა იყო ლანძღვა ხელისუფლების და შესაბამისად აქედან გამომდინარე ხომ უნდა დაფიქრდე არა რატო უნდა ლანძღვა ის ხელისუფლება რომელმაც მოიცილა ის რეჟიმი რომელმაც აღიარა შენი ტერიტორიების დამოუკიდებლობა. სირიის კონტექსტში ამავე დროს ერთდროულად ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც ლანძღვა. კი, მაგრამ ჩვენ გვახსოვს რომ ვენესუელის პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მილოცვაც კი მიიღეს ამ დროს ვენესუელას ზუსტად ამ პრეზიდენტის პირობებში ყავს აღიარებული აფხაზეთ და ცხინვალის რეგიონიდან. აი
სახელმწიფოებრივი მიზნები ამ აბსოლუტურად არანაირ მნიშვნელობას არ თამაშობს. ქართული ოცნებისთვის მარტო პირადი ინტერესები მილანში იყვნენ ჩასულები მინისტრთა კაბინეტის კახაკალაძე მეორედ გახსნეს საკონსულო მილანში, ესეც რისი დემონსტრირება იყო თქვენი აზრით? ერთხელ უკვე გახსნელი საკონსულო გახსნა ნახევარმა მთავრობამ ხელმეორედ. აქ კომენტარი ზედმეტია რა ამ შემთხვევაში მართლაც სასაცილო სიტუაციასთან გვაქვს სატირალი რო არ იყოს. კი ბატონო და როგორი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში სამოქმედო გეგმა თქვენი ჩვენი საუბრის დასაწყისში ახსენეთ თქვენი პარტიის დღის წესრიგი, თუმცა მაინც ხედავთ თუ არა პრობლემას იმაში, რომ თქვენი პარტიის ლიდერები, უმეტესობა წამყვანი ფიგურები აღმოჩნდნენ ციხეში და ამ პროცესშიც თქვენი წვლილი ვერ შეიტანოთ. ამაზე ბუნებრივია, გექნებოდათ დისკუსია თქვენს კოალიციაში, იყო თუ არა აზრთა სხვადასხვა, მათ შორის იმის თაობაზე უნდა ჩაჯდნენ თუ არა ისინი საპატიმროში. არა, ამ იმაზე მათი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ისინი არ იხდიან გირაოს და ეს გამორიცხული არისო, შესაბამისად აქედან გამომდინარე ნათელი იყო, რომ აქედან გამომდინარე ის რაც მოხდებოდა. რაც შეეხება დანარჩენს, ეს განხილული გვაქვს, ჩვენი სამოქმედო გეგმაც არსებობს და ერთსაც ვამბობ, თუ ეს ხალხი თვლის, რომ ქართულ ოცნებას გაყალბება არ დასჭირდება, მაშინ მთელი მსოფლიო ნახავს, რომ ძალიან ცოტა ამორჩეველი მივიდა არჩევნებზე. და იმ შემთხვევაში თუ ზუსტად იგივე ვარიანტი რაც გედერეში მოხდა, ამორჩეველი არ მივიდა, დაწერა ძალიან მაღალი პროცენტი 99 როგორც წესი. ბატონო, თქვენ ძირითადად გაკრიტიკებენ ლელოდან მათ შორის იმის თაობაზე, რომ აი თქვენ იმუშავებთ ამორჩევლებთან, რომ არ მივიდნენ საარჩევნოებზე. რასაკურველია? რატო უნდა მივიდნენ? ისედაც ხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან დაბალი აქტივობა. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენი ამორჩეველი, რამდენად ვიცით, პრაქტიკულად არავინ არ აპირებს მისვლას არჩევნებზე. იგივეა ნაციონალურ მოძრაობაში, იგივეა ლელოს ამორჩევლების 2-3-ზე მეტი არ აპირებს მისვლას. ახლა მე არ ვიცი რა კვლევას ეკუთვნებიან, რა კითხვა დაუსვეს იმ კვლევაში. უბრალოდ ვიცით რა კითხვა დაუსვეს და გაასაჯარო ჯობია, იმიტომ რომ იმ კითხვის გასაჯაროების შემდეგ ყველა მიხვდება, რომ რეალურად არ არის ის ვითარება და სრულიად სხვა რაღაცას გულისხმობდა ის ხალხი, ვინც იმ პასუხს იძლეოდა. საუბარი იმაზეა, რომ ამორჩეველი არ მივიდა, ახლა წარმოიდგინეთ 760,000 და იყო დაწერილი ამ 4 პარტიისთვის თუ 795,000. წარმოიდგინეთ, აქედან არ მივა 9 მილიონზე მეტი. პლუს ამას ქართულმა ოცნებამ რაც ჩაყარა, თუ არ გააყალბებს ისიც არ მივა და მილიონს ნაკლები გამოდის. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის.